ერთხელ 1579 წელი ოსმალებმა აიღეს ბიზანტიის იმპერია, დაამხეს ბიზანტია, იერუსალიმი ოსმალეთის ხელში გადავიდა და ადრე როგორ იყო ცით მართლმადიდებელი პატრიარქთან ერთად მოდიოდნენ სომხებიც, კათოლიკებიც ერთად იგენ ლოცულობდნენ, მაგრამ ესწრებოდნენ ამსახურებას, მაგრამ მართლმადიდებელი ხო გააგდეთ განან, ხო? მაგრამ ლოცვაში მონაწილეობას არ აღებინებდნენ მართლმადიდებლებმა, ერთობლივ ლოცვა არ იყო. თვითონ ლოცულობდა, მაგრამ ესეც ესწრებოდნენ. და ერთხელ 1579 წელს სომხებმა გადაუხადეს ფული ოსმალებს და უთხრეს, რომ მართლმადიდებლები არ შეუშვათ აქ, ჩვენ შევხვდით. და ოსმალებმა შეასრულეს, რაც შეპირდნენ, ჩაკეტეს კარები და პატრიარქი მართლმადიდებელი დააყენეს შესასვლელ კარებთან. შევიდა სომხების პატრიარქი თავის ამალასთან ერთად დაიწყო ლოცვა, გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3, 4, 5 დაღამდა და უკვე ატყობენ, რომ ცუდად აასახა. და ეს მართლმადიდებელი პატრიარქი სოფრომი ქრისტოდულოს უბრალოდ დგას და სანთელი უჭირავს ხელში ლოცულობს ეკვეწება უფალო შეგვიწყალო და მოხდა სასწაული. მეხი დაეცა იმ სვეტს, სადაც თვითონ ეს მეხიც არ არის, მეხი რო დაეცა მოკლავს კაცს, ხო? ცეცხლიდან ცეცხლი გარდა მოხდა, ეს სვეტი გააპო შუაზე და ცეცხლი აინთო პატრიარქის ხელში და იგი დგომა არაბებმა, მართლმადიდებელი არაბები არიან ძირითადად იერუსალიმის ბერძნებმა დაიწყეს სულ ჩვენი სარწმუნოება სწორია, ჩვენ მართლები ვართ, ჩვენი სარწმუნოება სწორია და დღესაც გინახიათ ყიჟინა რომ არაბები დღეს უფიც უყურებდა ცეცხლის გადმოსვლას ნახავდნენ ერთმანეთს ზურგზე რო აზიან და რო ყვირიან და ხვლები უჭირავთ ხელში და დროშებს აკლავენ და მთელი ჟირიამული აქვს დატეხილი ყვირია რომ ჩვენი სარწმუნოება სწორია, ჩვენ მართლები ვართ, მართლმადიდებლობა ერთ-ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამას ყვირან არაბულ ენაზე. წარმოიდგინეთ ამის გაკეთება მუსულმანურ გარემოში რა არის. აბო-თბილისს რა უკნეს ხო გახსოვთ? ამას რო ყვირი ხარ შუა იერუსალიმში და თავი გადადებული. და ნახეთ რა მოხდა ამის შემდეგ სომხებს რო ეხვეწო მარტო სომეხი ცეცხლის გადმოსასვლელად არ შევა. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება, დღეს ალბათ აჩვენებდნენ ტელევიზორში, მე არ ვიცი კომენტარი გააკეთეს, მე გეტყვით რა ხდება. ამის შემდეგ სომხებმა თქვეს რომ ჩვენ უნდა გავჩვენებოთ ხოლმე ყოველთვის იერუსალიმის პატრიარქი და ყოველ წელს 500 წელი გავიდა ამის შემდეგ. ყოველ წელს მართლმადიდებელი პატრიარქი მიდის, სომხებს ზოგჯერ უკვე აღდგომა გადახდილია, მაგრამ მაინც შემოსილებიან საავტომობილო დასასრულში რატო ვერ გავიგე? მიდიან იერუსალიმის პატრიარქთან და ჩხრიკავენ პატრიარქს. პატრიარქს აწვია მარტო სტიქარი შინა, არც ფილონი, არაფერი არ აწვია, მარტო თეთრები აწვია, ჩხრიკავენ 800 არ წაიღოს, წვერსაც უშინჯა 800 არ შეიტანოს, წარმოიდგინეთ. მანამდე შედიან ტაძარს ჩხრიკავროში გასათები არ იყოს, ბეჭდავენ ამ ტაძარს. ყოველ წელს ერთხელ კი არ გააკეთეს ეს. 500 წელი ყოველ წელს აკეთებენ. 1579 წელი შემდეგ, რამდენი წელი გავიდა 450. შედის იერუსალიმის პატრიარქი და სომხის პატრიარქი, სომხეთის პატრიარქი ისახსო, მეც უნდა შევყვეო, მაგრამ იცით რატო შეყვება? რომ დააკვირდეს რომ იმან იქ უცმად საინდაღად ცეცხლი არ ანათოს თავისი. და იქ ქრისტეს საფლავი ორი ნაწილისგან შედგება. ერთია ქრისტეს საფლავი, ერთია ანგელოზის ტოა. მეორე წინა ტოა არის, რაც ანგელოზისმა ლოდი გადააგორა, იქ ანგელოზის ტოა ფიო იმ შენ ოთახს და შე ქრისტეს საფლავი. ქრისტეს საფლავი შედის მართლმადიდებელი პატრიარქი, ამას დაწვრილებით რატო ხსნო ტელევიზორში ვინც უყურებდა კითხვები აღარ ქონდეს რატომ შეყვა სომხების პატრიარქი მართლმადიდებლებს. ეს სომხების პატრიარქი დგება ანგელოზის ტოაში და იქიდან აკვირდება. ხო გადმოვიდა ცეცხლი. მიდის დევრება გადმომიკიდებს. გადმოუკიდებს ცეცხლს, გამოდის და აქნევს ამ ცეცხლს თითქოს მაგის ხელში გადმოვიდა კაცო. ერთ წელს პატრიარქმა ირენეოსმა არ მიცა ცეცხლი. კი არ მიცა, გამოიტანა და ამან უთხრა გადმომიკიდეო და თვითონ გადავ იმას ჩაუქრო ცეცხლი, წარმოიდგინე. იქ არდა მთელი ჭიდობა საელჩო ჩაერეს საქართველოსთან ელჩის მოადგილე ჩაერეს მთელი მუშტიკები ჰქონდა ძალიან დიდი ამბები ბერძნები და სომხებს დიდი დარება ჰქონდა მაგრამ თვითონ ფაქტი შედალოცვილი ხედავ შენ სარწმუნოებაზე ცეცხლი არ გადმოდის არაფერი არ ხდება საერთოდ ყოლია შენ სარწმუნოება შეცვლილი სარწმუნოება თუ გინდა რომ ცეცხლი გავხდი მართლმადიდებელი თქვი რომ ბოდიში შევცდი ჩვენი სარწმუნოება სწორი არ არის მართლმადიდებლობა ერთ-ერთი ჭეშმარიტ სწორი სარწმუნოება ცეცხლიც გადმოვა და ძველსთესე გადმოდი და ყველაფერი სწორად იქნება. ეს რო იცოდეთ, რაც ხდება ქრისტეს საფლავზე.